თუ შეგვიძლია მშვენიერ ქალაქს ხეები შევმატოთ, მაგას რა სჯობს? ეს ავსტრიის ელჩი ჰანს პიტერ მენცია, რომელიც დიპლომატის რანგში ყოველ 5 წელში ერთხელ სხვადასხვა ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად. მისი თქმით, ხეების დარგვა გარკვეულწილად ამერიკულ კულტურას და მეზობლობის ტრადიციებს აცნობს. დიპლომატებმა ხეები სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო კულტურულ ცენტრში დარგეს, სადაც 21 დიპლომატიური მისიაა განთავსებული. მონაკოს პრინცი გარემოს დაცვის საკითხებით ძალიანაა დაინტერესებული, ასე რომ ხეების დარგვა კარგი მეთოდია ამ ინტერესის წარმოსაჩენად. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა პროექტი დიპლომატიის გამწვანება 2009 წელს დაიწყო, რაშიც თავად დეპარტამენტის საქმიანობის მდგრადი ეკოლოგიური პრინციპების გათვალისწინებით წარმართვაც შედის. პროექტის მიზანი სხვა ქვეყნებთან გარემოს დაცვის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის და გარემოს დაცვის მხრივ არსებული გამოწვევების ურთიერთგაზიარებაა. ნიგერიის ეკონომიკის მინისტრი A.W. Ado ამბობს, რომ მის ქვეყანაში გაუდაბნოება დიდი პრობლემაა. ამერიკაში გაუდაბნოების ისეთი პრობლემა, როგორც ეს ჩრდილოეთ აფრიკაშია, არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამერიკა აქტიურადაა ჩართული ამ საკითხში. პროექტის ტექნიკური მხარის ორგანიზება არაკომერციულმა ჯგუფმა Case Trees-მა გააკეთა. ორგანიზაციის მიზანი ვაშინგტონის მწვანე საფარის გამდიდრება და დაცვა. დიპლომატებისთვის ხეების დარგვა რიგითი სამუშაო დღის ნაწილი არ არის, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ერთი დღით ოფისიდან გამოსვლა და სუფთა ჰაერზე ყოფნა ურიგო იდეა არ იყო. ეს ჩვეულებრივი დღე არ იყო, მაგრამ კარგი იქნებოდა ასეთი დღეები ბევრი რომ გქონდეს. მშვენიერი შემოდგომის დღეა და გარეთყოფნა ჯობია იმას, რომ კომპიუტერთან იჯდე და თავი და ბოლო გაუგო ყველა ინფორმაციას, რაც შემოგდის. ამ დღეს ადამიანებს ახალი მეგობრების გაცნობის საშუალება მიეცათ. მონაკოს საელჩოს თანამშრომელი რომა ტური ამბობს, რომ ამ ღონისძიების წყალობით ჰონდურასიდან კოლეგა გაიცნო. ხოსე პირველად დღეს ვნახე არა და ერთ შენობაში ვმუშაობთ. ჩემი აზრით ფიზიკური შრომა ადამიანებს აერთიანებს. ძალიან მსიამოვნებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს რომ ვხედავ. ამ დღეს დიპლომატებმა 31 ხე დარგეს და ნერგებით საკუთარი სახსრებით დააფინანსეს.